ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა და ხელისუფლება ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა. პრეზიდენტი გაიქცა, წავიდა. რა? ეს გაქცევა მე რომ გითხრათ, ისევ ისტორიკოსი ვლაპარაკობ. სამშობლოს ხალატად არის შეფასებული. სხვათა შორის. მე ჩემი ერის წინაშე ვნანობ იმას, რომ მე მას ხმა მივეცი, რომ მე მას ხარში დავდექი. ამაზე ნუ ვიდეოებთ, ბევრმა მისცა ხმა, რა თქმა ეს უნდა. არ არის დანაშაული, ჯეროდა ადამიანს, მაგრამ როცა მე თავისი ცუდი და არაწესიერი მოქმედებით უჭერდა მხარს, ამაზე ვიჩვენ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. თქვენ ამ ბოლო დროს ვის შეხვდით აი კარვის ქალებიდან ხوار გონიათ ვინმე ხوار არის ესეთი რომ ამ ბოლო დროს მე მაგალითად ეხლა ბოლო თვეებში რო ოპოზიციაში მთლიანად რო გადმოვედი 1 სექტემბერში 1 ბოდიში იანვრიდან 91 წლის 1 იანვრიდან სადაც კი დამინახავდნენ სულ უშველი სიტყვებით მლანძღავდნენ რას ამიწოდებდნენ რაც კი ენას მომადგებოდა. აი ხა დღეს მართავენ მიტინგებს. ამ სესიაში არ ჯობია რომ თბილად მივიდნენ დაждენ სტუდიაში და თავისუფლად გამოსთქვან თავისი აზრი, თუნდაც მონოლოგის სახით, თუნდაც დიალოგის სახით მოიწვიონ თვითონ ოპონენტი ვის თვითონ სურთ და გამართონ დიალოგი. დღესდღეობით სანამ სამხედრო საგანგებო მდგომარეობა ქალაქში და არის სროლები, არის ძარცვები, არის ყაჩაღობები და შეიძლება ამ შეკრებების ესე იგი შიგნით და პროვოკაცია მოხდეს, ყველგან რაღაცები მოხდეს და დაბრალდეს ახალ მთავრობას უყოლაფერი ეს. აი მაგ მიზნით ვგზავნებთ საერთოდ უყოლაფერი.